ახლა მაყურებელს და ძალიან საამაყო, იმიტომ რომ მეცნიერებათა სამყაროს ეხება ეს ყველაფერი და თანსად საქართველოში გამოიგონეს დანადგარი, რომელმაც შესაძლოა საავტომობილო ხუნდების სრულიად ჩაანაცვლოს. მისი მუშაობის დროს მანქანის დამუხრუჭებისას არ გამოიყოფა მავნე-ქიმიური ელემენტები, რაც გარემოს ეკოლოგიური დაბინძურებისგან იცავს. ეს კი მოწყობილობის მთავარ პრიორიტეტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მისი ავტორი საქართველოში მცხოვრები 75 წლის ფიზიკოსია, რომელმაც დანადგარი ოფიციალურ პრეზენტაციაზე წარადგინა. გამოგონებით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოში ცნობილი ისეთი საავტომობილო ბრენდები, როგორებიც არიან Mercedes და Tesla. რა მაგარი ამბავი. ნამდვილად ასეა. იდეა 2004 წელს გამიჩნდა. სულ 21 გამოგონების ავტორი ვარ და ეს ერთ-ერთია. მოგეხსენებათ, რომ დღეისთვის არსებული ყველა სამუხრუჭე მოწყობილობა ზიანმომტანია გარემოსთვის, რადგან ისინი გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს. ამას ევროპული ეკოლოგიური ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ჩვენი გამოგონება კი დრეკადობის თეორიას ეფუძნება, რასაც ჰუკის კანონიც ეხმიანება. შედეგად მოწყობილობაში ხუნდების ნაცვლად გამოყენებულია დრეკადი ელემენტები, რაც ხაზს უსვამს როგორც მის ეკოლოგიურობას, ისე ეკონომიურობასაც. მოწყობილობა თავსებადია როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისთვის. ამ გამოგონებით უკვე დაინტერესდა არაერთი გერმანული კომპანიაც. წარმოვადგინეთ აბსოლუტურად უნიკალური სამუხრუჭე სისტემა, რომელიც გამოუსადეგარს ხდის ტრადიციულ ხუნდებს, გარდა მისი, ასე ვთქვათ, ეკოლოგიურობისა, მომხმარებლის ხარჯებზეც აისახება ჩვენი სისტემის გამოყენება, გამომდინარე იქიდან, რომ ცვეთადი ნაწილები ამ სისტემას ფაქტიურად არ გააჩნია. წარმოებაში ჩაშვების შემდგომ ჩვენი სისტემა გამოიწვევს ძალიან სერიოზულ გარდაქმნებს ავტოინდუსტრიაში, არა მხოლოდ რა თქმა უნდა რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ამაგარია, როცა ხო, იგებ რომ ისტორიული მოვლენის ეპიცენტრი არის საქართველო და საქართველოს შეიძლება გადატრიალება მოახდინოს ავტოინდუსტრიაში, იმიტომ რომ ეს გამოგონება და ეს მიგნება იჭვი მაქვს რომ თუ ჩაეშვა საავტომობილო, ასე ვთქვათ, ინდუსტრიაში, არ მხოლოდ Mercedes და Tesla, არამედ ყველა სხვა მწარმოებელი შეუერთდება და გადავა უკვე ამ, ასე ვთქვათ, მოდიფიკაციაზე თავისი ავტომობილების, ასე რომ